დღეღან თქვით და გუშინ ზაზა გოგავამაც დაადასტურა, რომ ცხინვალში საცეცხლე წერტილი არ იყო. რაც არ იყო ის მოქმედებაში ხო ვერ მოვიდოდა თუ მოვიდოდა? რაც არ არსებობდა ის შეიძლება მოვიდეს თუ მივა იქიდან ვიღაცა და არის დახურული, რომელიც წინასწარ შეიძლება იცოდე და რუქაზე კონდეს დატანილი, არის რომელიც უცაბედად შეიძლება აღმოჩნდეს, იმიტომ რომ მოწინააღმდეგის ჩანაფიქში არის ისე მასკირებული, რომელსაც მოწინააღმდეგე ვერ პროდეს შეიძლება. ცხინვალზე ცეცხლის გახსნა. სადაც საცეცხლე წერტილი არ იყო, რას ემსახურებოდა? ცხინვალზე ცეცხლის გახსნა როგორ აი ნახეთ, გუშინ ბატონმა ზაზამ, ბატონმა სოზარმა კითხა, რომ ჩვენ რომ გვაქვს კადრები ნანახიო. სხვათა შორის ხშირად ის თქვენი ისტორიული განცხადება. აი ცეცხლის ფონზე წარმოგვიდგენენ ხოლმე ჟურნალისტები. აი ეს ცეცხლი ხომ ხვდებით, გაჩვენეთ თუ გნებავთ ვიცით რომ ცეცხლს საუბრობ. ის ცეცხლი ბატონმა სოზარმა კითხა ბატონ ზაზას, რომ ეს ცეცხლი ის ცეცხლია? ქართული ასე ვთქვათ სააკაშვილის მიერ გახსნილი ცეცხლია, ეს კითხეთ ბატონ სოზარ ხო გუშინ. და მან თქვა, რომ ხო, ეს ის ცეცხლიაო, რაზეც სააკაშვილმა რო დაგავალათო, ეს ის ცეცხლიაო, რაც ეკრანზე გვა ყველას ნანახიო და კიო ნაწილობრივო ეს ის ცეცხლიაო. დაადასტურა. შესაბამისად, ეს თუ ის ცეცხლია, როგორც დასტურდება, ხო? და იქ საცეცხლე წერტილი არ იყო. რას უშენდით ჩვენ ამ ცეცხლებს მაშინ? ამ შორეზე ვერ ჩანს გამოსროლილი ერთი არის, ერთი კადრი. აი როცა ჩანს და ის კადრი შეიძლება აიღო. გალბატონო თია ყველა შემთხვევაში წარმოუდგენელი არის, როცა B51 გრადის ტიპის მანქანა ისვის იქით და ინტერვიუ მისცემ. ჩემთან მიმართებაშიაც არის. კადრი არის კადრებული. გამოსროლილი სად ვარდება ზუსტად. მაგას ვერავინ ვერ გათხოვს სიღმეში. ამას არ გეკითხავთ, ხა ჟურნალისტები ისეთ ხანდახან დონეებს აღწევენ, რომ რაც არ გიქონს იმას გათხოვინებენ. ამაზე არ ვსაუბრობ. უბრალოდ შეგახსენეთ, რომ იმ ცეცხლზე ვლაპარაკობ მეთქი კადრებზე, სადაც ხშირად თქვენს განცხადებას ან წინ მიაბამენ ხოლმე, ან მერე კადრებს გვაჩვენებენ და მერე თქვენი განცხადება მოდის. იცით მეთქი ხო, რომელ ცეცხლზე კადრებზე ვსაუბრობ, იცით. ბატონმა გოგავამ დაადასტურა, რომ ეს ის ცეცხლია, რომელიც სააკაშვილის ბრძანების შედეგად მე გავხსენი. ხო და ეხლა თქვენ გეკითხებით, რომ თუ ორივე ამბობთ, რომ ცხინვალში საცეცხლე წერტილი არ იყო. ცხინვალზე რატომ გაიხსნა სააკაშვილმა ცეცხლი? კუსირეთი კვერნეთი შეიძლება ჩაითვალოს. კუსირეთი კვერნეთი ზედ დახურებს, აი თუ ვიზუალურად გახედავთ, აქედან ითქვით, რომ ცხინვალი არის. ეს არის გარეუბანი ცხინვალი ის? აი კუსტვაზე რო იყოს ეხლა საუბარი. კუსტვა. ხო, ანუ ცხინვალის ერთ-ერთი რაიონია. კუსტვა თბილისის ერთ-ერთი რაიონია. აი ესე დახურებს და აქედან რო უყურებთ, თქვა, რო გახედოთ იგივე ვერისუღიდან ანუ სუბიძიდან უყურებთ ცხინვალი ვიმოვება. ცხინვალის გარეუბანი. გარეუბანი, აი თქვა გვითა მოედნია თუ უყურებთ. ცხინვალია კუსტვა თბილისია. ბაგები მინდებარე ტერიტორია ვაკე იბომბება. ამ დროს არის იმასე სროლა. მისადგომებთან კუსტვის აი დომინირებული სიმაღლე. რა სიტყვები თქვით? დომინირებული სიმაღლე. არა, დომინირებული ვიცი რას ნიშნავს. ცხინვალის გარეუბნებს რა დაარქვით, რა სიტყვები თქვით? რა ქვიაო? შემოგარენ. კუსიეთიო თუ რა? კუსირეთი კვერნეთი. კუსირეთი კვერნეთი. არის როგორც კუსტვა დაახლოებით თბილისისთვის. დიახ, მინჯდარი არის, ზედ უყურებს ამას დახურს. იქ მოსახლეობა იყო თუ ესეც არა, მან ისე ქონდათ გაკეთებული, რომ თამარაშენს უტყავდნენ ძირითადად მაკედან. აი სკოლის დაწესება ძირითადად მაკედან ხდებოდა. მაშინ ასეთი კითხვა მიჩნდება, როდესაც თქვენ დაუშვათ და კუსირეთს და კვერნეთს უმისნებთ. ეს ხომ არ არის ის შემთხვევა, როდესაც შეიძლება პროფესიონალმა სამიზნე ვერ განსაზღვროს და თქვათ სხვაგან დაარტყას, შეიძლება ეს მოხდეს. თუ ეს შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ცხინვალში როგორც ასეთი არ იყო და იმიტომ რომ მაგას დაგვიდებდნენ ყველაფერს. თვითონ აი კასეტურ ბომბებზე ასაც ბომბნებიან ქაბადონთია. კასეტური ბომბა არ მიხსენებია. არა